საღამომშვიდობისას ძვირფასო ტელემაყურებლებო, მცირე პაუზის შემდეგ ჩვენ ისევ ხვდებით ერთმანეთს. ტრადიციულად დავიცავთ უჩარჩოების ფორმას, ხოლო ჩვენს დღევანდელ გადაცემას ქვია ორნი. ასე იტყოდა. 1000 მოგონებათა შოული, მოკანცული ყველა ჭრილობით, გათოშილი მრავალი ყინვით, გაბმული საკუთარ მახეში, ჩემი თავის მცოდნე და ჯალათი, სნეული, რომელი ბედი ეწია. მუშაობ წელში მოხრილი ჩემს საკუთარ მეში გამომწყდეული, როგორც გამოქვაბულში. მე თვითონ ვასამარებ ჩემს თავს და ჩემი საკუთარი მე, უძლური, გაშეშებული ლეში. ბედის წერა, საბედის წერო, გარდაუვალი, სიზიფეს ლოდი, რომელიც აუცილებლად დაგორდეს. ბერძნულ მითოლოგიაში ბედის წერას ღმერთებიც ემორჩილებიან. სანამ ჩვენი დღევანდელი გადაცემის თემას არ მოგიდგენდეთ, მოვისმინოთ ფსიქოანალიზი პიროვნების შესახებ. კარმა, ბედის წერა, დავალება, მისია, რითაც ადამიანი მოევლინება სიცოცხლეს, წარსულ ცხოვრებაში, მის მიერ, ან მისი საგვარეულოს მიერ, ჩადენილ ცოდვებზე, შეცდომებზე, მკრეხელობაზე, პასუხისგება, მათი ანაზღაურება მომავალში დამსახურების მიხედვით. ადამიანს რაღაც დანჯავს, ეს არის მისი პიროვნული მე ყველაზე უტკბილესი და მე ყველაზე უმწარესი. უტკბილესი, რადგან სიცოცხლე егі, უმწარესი, რადგან სიკვდილი егі, აქ მარხია ყოფის საიდუმლო, წერდა გრიგოლ რობაქიძემ. ადამიანი თავისი ქვეცნობიერი ლოგიკით, ემოციებითა და სურვილებით მჭიდრო კავშირშია გარემომცველ სამყაროსთან. ჩვენ მჭიდროდ უკავშირდებით ჩვენი გრძნობებით ირგვლივ არსებულ სიტუაციებს. თუ კი ადამიანი გაუწონასწორებელია, მაშინ იგი ადვილად ექცევა სიტუაციის გავლენის ქვეშ, თავისი სურვილის პირდაპიროთად თქვათ მონახდება. ამ შემთხვევაში ადამიანი ვერ ფლობს სიტუაციას, ვერ მართავს მას, პირიქით სიტუაცია მართავს მას, რაც იწვევს მის პიროვნულ მარცხს. პიროვნული მარცხი კი ადამიანში იწვევს მის აგრესიას, ტკივილს, წყენას. ეს უარყოფითი ემოციები კი თანდათანობით თიშავს მის სულს, სხეულსა და ბედს. შემიძლია მოვიყვანო მაგალითი, თუ როგორ ხდებოდა საუკეთესო მებრძოლების არჩევა. უდაბნოში 3 დღის უწყლოდ მოგზაურობის შემდეგ მებრძოლებს აძლევდნენ უფლებას დაელიათ წყალი პირდაპირ მდინარიდან. აკვირდებოდნენ ისინი, ვინც მშვიდად, გაწონასწორებულად, მთელი ღირსების შეგრძნებით სვამდნენ წყალს, ითვლებოდნენ საუკეთესო მებრძოლებად. ვინაიდან ისინი არ იყვნენ თავისი სურვილის მონა, ასეთ მებრძოლს ნებისმიერ სიტუაციაში შეუძლია გააკონტროლოს თავისი თავი, თავისი ქმედება, ქვეცნობიერის დონეზე, სიტუაცია, როგორც ბრძოლის წინა ხაზზე, ისე მის უკან გვერდებზე და წამის რაღაც მომენტში გადაადგილდეს ისე, რომ ამან იგი გადაარჩინოს სიკვდილს. რა არის ეს ღრმა კეთილგონიერება? ღრმა კეთილგონიერება, რომელიც მოიცავს ღვთიურ სიყვარულსა და ღვთიურ ლოგიკას. ღვთიური სიყვარული ეს არის ის, რომ პირველ რიგში თქვენთვის უფრო აუცილებელია, უფრო მნიშვნელოვანია სიყვარულის გრძნობა, ვიდრე თვით ობიექტი. ამ შემთხვევაში თუ კი ეს ობიექტი გადგენთ, გაწყენინებთ, მიგატოვებთ, მაშინ თქვენ ახერხებთ სიყვარულის გრძნობის შენარჩუნებას და სხვა ადამიანის მიმართ სიყვარული ხელს უწყობს იმ ღრმა კეთილგონივრული სიყვარულის გაღვივებას, რომელიც თქვენი სულის სიღრმეში იყო თქვენს დაბადებამდე და იქნება თქვენი სიკვდილის შემდეგაც. რაც შეეხება ღვთიურ ლოგიკას, აქაც ადამიანის მიმართ შენარჩუნებული უნდა იყოს კეთილგანწყობილება, კეთილგონივრულობა, სიყვარული და ამ ფონზე დაცული უნდა იყოს თქვენი უფლებები. თუ კი ადამიანი გაუწონასწორებელია, მაშინ იგი ფაქტიურად მოქმედებს ისეთი გრძნობებით, როგორიცაა სიძულვილი, ბოღმა, აგრესია. ასეთი ადამიანი საოცრად საშიში ხდება იმ პირის მიმართ, ვის მიმართაც ამ აგრესიის მატარებელია. კერძოდ, თუ კი ადამიანს სძულს, მაშინ აგრესია სხივდება თავის
ესე რომ ვთქვათ, სიძულვილის ამ შემთხვევაში ენერგეტიკული ველი თავის მიდამოში დეფორმირებულია. თუ კი ადამიანი გაბრაზებულია, აგრესიას ხვდება გულმკერდიდან, ასეთ შემთხვევაში ის გულმკერდიდან, თუ კი გაბრაზებულია და სძულს ერთდროულად, მაშინ სიძულვილის ისრები მიფრინავენ პირველი, თუ კი ვინმე სიკვდილი უსურვს, სიძულვილის ისრები მიფრინავენ, თუ კი აურო დაინგრა, მაშინ დაავადება იწყება არა ფიზიკური სხეულით, სულიერი ტანიდან სულიერი სხეულით და გადადის ფიზიკურ სხეულზე. თუ კი მის აგრესიას ხვდება ჩვენი კეთილგანწყობილება, ჩვენი სიმშვიდე, კეთილგონივრულობა, მაშინ ხდება პირიქით. ეს აგრესია უბრუნდება მას უკან და მისთვის ხდება დამანგრეველი. ამას ეწოდება ეგრეთ წოდებული ბუმერანგის პრინციპი. ამაზეა ნათქვამი. გიყვარდეს მტერი შენი, როგორც თავი შენი. ეს არის ჩვენი დაცვა მისი აგრესიისაგან. ესე იგი, საჭიროა კონცენტრირება არა ქვენაგრძნობებზე, სიძულვილზე, ბოხმაზე, აგრესიაზე, წყენაზე და შემდეგ, არამედ იმ ღრმა კეთილგონიერებაზე, რომელიც აი ღვთიურ სიყვარულს, ღვთიურ ლოგიკას მოიცავს და რომელიც ფაქტიურად ადამიანს ნამდვილად ხდის ჯანმრთელსა და ბედნიერს, ხდის სიტუაციის ლიდერს, იგი სიტუაციის ლიდერია. ფლობს სიტუაციას როგორც სტრატეგიულად, ისე მომენტალურად, ენერგეტიკულად, არ იმსხვრევა პირველსავე ცდაზე, როდესაც სიტუაცია არ აძლევს მას საშუალებას რაღაცის მიღწევის და პირიქით შეუძლია რამდენჯერმე მოსინჯოს, აქვს უკვე ამის ენერგიები, რომ შეცვალოს შექმნილი სიტუაცია. კაცისადმი უნდობელ დამოკიდებულებას თავისებურად ასაბუთებდა. ისეთ ქვეყანაში, სადაც მოკლესილია, მე არავის ვენდობიო. უმეგობრო კაცი იყო, მარტოობა უყვარდა. ძალზე ჭკვიანი იყო, პატივმოყვარე, ეგზოცენტრიზმით და განდიდების შეპყრობილი. იგი სოფლელი დიაკვანიშვილი იყო, ინგლისელი ლორდის შვილობას მონატრებული. შინ მარტო დარჩენილი, სარკეში ნიღაბახთილი, ბუნებრივ სახეს რომ დაინახავდა, შეძრწუნდებოდა გულნატკენის ზეკაცი. ქალაქში მსახიობის ნიღბით უყვარდა გასვლა. თავზე დაკოსებული კატილოკით, ხელთათმით, სკეტით, მრისხანის სახის გამომეტყველებით. გამზირზე ჩქარა გაევლიდა, იაქესავით მარტო, ბრაზმორეული, სამართებელივით ალესილი, თითქოს ქვეყანას ემდურის და ხმალში იწვევსო. ასეთია ალექსანდრე ქუთათელის თვალი დანახული გრიგოლ რობაქიძე. მაგრამ დღეს ჩვენ ვისაუბრებთ არამის ოჯახზე, არც მის პიროვნებაზე. ჩვენ ვისაუბრებთ არც თუ ისე გახმაურებულ ურთიერთობაზე, რომელსაც საფო მგელაძე და გრიგოლ რობაქიძე ერქვა. ბედის რა იყო ეს შეხვედრა? დაუნდობელი და გარდაუვალი, გამანადგურებელი და მაცოცხლებელიც. ადამიანი, რომელმაც შემარგია. წერდა მასზე საფო მგელაძე წიგნში ჩემი ცხოვრების ნამდვილი ამბავი. პროვინციიდან თბილისში ახლად ჩამოსული ქალი მოხვდა ხელოვნების სასახლეში, სადაც მოხსენებას კითხულობდა გრიგოლ რობაქიძე. იმდენად დიდი იყო აღფრთოვანება, რომ შემდეგ წერილს უგზავნის მწერალს. თქვენი დექით ისე, როგორც ანტიური ღმერთი ძველი ელინებისა, ისე როგორც აპოლონ ბელ და ისე როგორც უმშვენიერესი ქანდაკება როდენისა უმშვენიერეს სახელოსნოში. და მეც გიცქერდით ისე, როგორც პატარაობისას უცქერდი მზეს. მე ვამბობ თქვენ სახელს და ეს სახელი სწვავს ჩემ გულს. მე ვაბრუნებ ამ სახელს, ვუცვლი, ვათამაშებ და გამოდის სულ სხვა სიტყვა. გრიგალი და თქვენც ხომ გრიგალი ხარ, სულის გასატაცებლად აწყვეტილი და მე მიყვარხარ თქვენ. მიყვარხართ ისე, როგორც სიცოცხლე, როგორც ღმერთი. მიყვარხართ, მაგრამ არასოდეს არ მოვალ თქვენთან ახლოს. 5 წელს გრძელდებოდა ეს ჩუმი დუმილის ურთიერთობა, ისევ ფრაგმენტი წერილიდან. 5 წელიწადს მძვერავდა მისი თვალები ქუჩაში, სასახლეში, თეატრში. წვავდა მათი მზერა, მაგრამ მე მაინც მტკიცედ ვინახავდი ჩემ აღთქმას. არასოდეს არ მოვალ თქვენთან ახლოს. საკმარისი იყო დამენახა, ამიტომ და რაღაც საშინელი მღელვარება და გავრბოდი მისგან. მე მიყვარდა ის შორეული, მაგრამ უმაღლესი და მეგონა რომ ასეთივე გრძნობით უყვარდი მას. დასასრული კი ასეთი იყო. ჩვენ ორივენი ვართ და ისე მოვკვდებით ერთმანეთს არასოდეს არ დაველაპარაკებით. შენ კი რეალურ ჩარჩოში მოგათავსე. შენ მეცნიერებას ემსახურები, მე პოეზიას. პოეზიას აშუქებს მეცნიერება, მეცნიერებას პოეზია.
თქვენ ორივენი ძვირფასები ხართ ჩემთვის და ასეთები დარჩებით ბოლომდე. გულსატკენია წარმოდგენა იმისა, თუ როგორ სხვადასხვა მხარეს გრიგოლ რობაქიძე და საფო მგელაძე და ერთხელაც არ მოიხედავენ ერთმანეთისგან. Прости своего убийцу! ვოლფგანგ ამადეი მოცარტი. ალბათ არ არის სახელი, რომელსაც ასე სცემდნენ და მუსიკის მოყვარულნი. მოცარტის პიროვნება პარადოქსებით ას, რომელიც ჩვეულებრივი ნორმალური ადამიანის ცნობიერების ჩარჩოში ვერ თავსდება. მოების ავტორია, თანაც ყოველი მათგანი შედევრია. ეს არის უნიკალური გასაოცარი, აღაფრთოვანებს დილეტანტს და პროფესიონალს. მისი მელოდიები უბრალოა და დახვეწილი. ნაწარმოებებში შერწყმულია ემოცია და ინტელექტი. პუშკინმა თითქოს იგრძნო მოცარტის მსოფლმხედველობის ნერვი. ხიარული ვარ, საიდანღაც ხილვა კვდომისა, უეცარი ბინდი დაეშვა. კავშირებელი ემოციის გაერთიანება, განა პარადოქსი არ არის? პარადოქსია დღემდე არსებული მითი მოცარტ გართობების აზარფერზე, რომელიც ადვილად დაუფიქრებლად ხსავდა და ცხოვრობდა უდარდელად. მოცარტი, ნათქვამია ყველაფერი. მოცარტი, ზედმეტი სიტყვები. მოცარტი, გასაგებია ყველაფერი. მოცარტი, სალიერისათვის ცხოვრების საზომი, შეკრული წრე. 1824 წელს ევროპაში გავრცელდა ლეგენდა, თუ როგორ მოწამლა სალიერიმ მოცარტმა მისცა. თავს სუდად გრძნობ, ამბობდა ის სიკვდილის წინ. ალბათ ითხოვს ვერ გავძლებ. რა თქმა უნდა მომწამლეს. ვერ გავთავისუფლდები ამ აზრისგან. სალიერი ღრმა სიბერემდე იცხოვრებს და მის შემოქმედებას და საეკლესიო მუსიკას. შინდლერი მოუთხრობდა ბეთჰოვენს. სალიერი სუდადა ამბობს, რომ დამნაშავეა მოცარტის სიკვდილში. მე მოწამლა მოცარტი და მონანიება სურს. სალიერი ჯერ კიდევ ცოცხალი იყო, როცა ჭორი სერიოზულ დრამად იქცა. ამას გამოხმაურება მოყვა ჟურნალ ბიბლიოთეკა იტალიანში. სალიერის გასამართლებელ წერილებს დაერთო სამედიცინო დაცკუნა იმის შესახებ, რომ მოცარტი ტვინის ანთებით გარდაიცვალა. ლეგენდად ქცეული დრამა დღემდე არსებობს. ვერ აზუსტებით მოხდა თუ არა ეს ყოველია, მაგრამ ისაა, რომ სალიერისათვის მოცარტი მისი შესაძლებლობების საზომი იყო. მოცარტის გამოჩენით სალიერი მზე დაინახა. მზე იმდენად ცხადი, იმდენად ახლო იყო, რომ ცა გაშავდა თითქოს. თუ მოცარტი აღარ იქნებოდა, სალიერის ეგონა ისევ ისეთივე ნათელი დადგებოდა მისთვის, როგორც ადრე. თავადაც უთქვამს. სამწუხაროა ასეთი დიდი გენიოსის გარდაცვალება, მაგრამ მას რო კიდევ დიდხანს ეცხოვრა, ჩვენი კომპოზიციები უკმა პურსაც ვერ გვაწყვეტდა. რეალურია თუ არა ეს ვერსია. ყოველ შემთხვევაში წილი ნაყარია. ასე იტყოდა. ადამიანი თოკია ცხოველსა და სახიფათოა გაღმითულა, სახიფათოა გზადყოფნა, სახიფათოა უკუმზერა, სახიფათოა კრთომა და შეჩერება. ადამიანს შორის დიდია მხოლოდ ის, რომ იგი ხიდია და ზანი, იგი ლობაა და წარხდომა. ამით არის ადამიანი საყვარელი. გადაცემას ტრადიციად მომავალ შეხვედრამდე. ყველა ზურგშექცეული დადიოდა. არ იყო არც ერთი სახე, რომელზეც შეგეძლო შეგეხედა. არა იმიტომ, რომ ვეძებდი სხვას, შეტრიალებული ზურგი, კეფა, დაუსრულებლობა. საკუთარი თავისა დღეს მედუსა, მესიზმრა. კვამლი თვრებოდა, კვამლი ირწეოდა, კვამლი თბებოდა, კვამლი კარგავდა შითებში იცინებდა. მესიზმრა. მზე ჭადრის დოძზე იჯდა, მზე ისვენებდა, მზე დაღლილიყო, წყურვილიც განცდა. ჩლიქები ეფლობოდა, ჩლიქები ეშვებოდა. სულ უფრო ღრმად და ღრმად წყურვილი ივსებოდა. მესიზმრა.